Ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დილამშვიდობისა რადიომედის სპორტული დილის სპორტული მიმოხილვით კახა გელაშვილთან ერთად ვართ სტუდიაში. გამარჯობა კახა. გამარჯობა ზაზა. მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო. ჩვენ ვიცით რომ წუხელ ევროპის ლიგის მატჩები გაიმართა, სადაც კიდე შულმოც ისაუბრა და სამწუხაროდ დიდი ვერაფერი გამოვიდა. ამაზე ჩვენ ვცლად ვისაუბრებთ, მაგრამ ალბათ ჩვენი საუბარი უნდა და დიალოგი უნდა დავიწყოთ ბელგრადში, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის იმ შედეგზე, რასაც ჩვენებმა მიაღწიეს, ჩვენ ველოდით რომ ვთქვათ მე-9 ადგილზე მოახერხებდნენ გასვლას, მაგრამ მე-10 ადგილი. სამწუხაროდ კი, ვერ მოხერხდა. საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ ანგარიშით 13-16 და მე-10 ადგილზე დაასრულეს შეხვედრა. 3 გოლი ტყეშილაშვილმა და შუშიაშვილმა მიითვალეს საკუთარ ანგარიშზე, ასევე მოახერხეს 2 გოლი მაგრაქველიძემ და თითო იმნაიშვილმა და ადეიშვილმაც სანდრო ადეიშვილმაც ჩაითვალეს, ასევე ტანკოსიჩმაც გაიტანა და პრინციპში დადვანმაც სტეფან პეიშევაცმაც მოახერხეს და ეს ყველაფერი ეს გარჯა მათი და მოპოვებული ქულები არ იყო საკმარისი საერთო გამარჯვებისთვის, სამი ქულა იყო სხვაობა 13-16 დაუმარცხით ფრანგებთან და შენი თქმის არ იყოს გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ მე-10 ადგილია და მეტი არა, იმ არ ვიცი რესურსით თუ იმ შესაძლებლობით რაც დღეს გაგვაჩნია, ეს ალბათ როგორც ჩანს კარგი შედეგია. კი, რა თქმა უნდა, იყო მოლოდინი, მეტის მოლოდინი ჰქონდა, რომ თქვა საქართველოს ნაკრები უფრო მაღალ პოზიციას დაიკავება და მაღალ პოზიციაზე დაასრულა გამოსვლა, თუმცა ასე არ მოხდა. საფრანგეთი ვიყოთ რეალისტები, ფავორიტი იყო გუშინდელ მატჩში, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და რა თქმა უნდა ეს შედეგიც, თუნდაც ეს კონკრეტული მატჩის შედეგი 16-13 მიგვანიშნებს იმაზე, რომ იყო ბრძოლა ბოლომდე და საქართველოს ნაკრები უშანსოდ არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ მაინც მარცხი მე-10 ადგილი, აქვე აღნიშნოთ, რომ საუკეთესო შედეგი ჩვენი წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებისა იყო 2022 წელს. მე-4 ფინალში გავედით მაშინ და საბოლოოდ მერვე ადგილზე დაასრულა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა. 2014 წლიდან გამოდის ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრები უცვლელი მონაწილეა კონტინენტის პირველობისა, ესეც რა თქმა უნდა მიღწევა იმ პირობების გათვალისწინებით, ასეც მე და შენ გუშინ ვისაუბრეთ და ცნობილია, თქვათ, რაც აპირობებიც არსებობს, რა თქმა უნდა, უკეთესის სურვილი არის, რომ იყოს არა მარტო თბილისში, თქვათ, რამდენიმე ქალაქში, საქართველოს მასშტაბით რეგიონებშიც სრულფასოვანი, თქვათ, იქ დაწყებული აუზიდან დასრულებული, თქვათ, სპეციალისტები და მსურველები, როგორც ვიცი, რომ ბავშვი წყალბურთზე მიიყვაონ, არის ძალიან ბევრ ადამიანს სულს, რომ წყალბურთზე ერო, თუმცა ჯერჯერობით არ არის რა თქმა უნდა, არის ლოკალური საკმარისი, თორე ალბათ ეთყობა სხვა განზომილებაში და სხვა სიმაღლეებზე განვითარება უნდა, ლოკალური აუზები. ქართული წყალბურთი არის უდიდესი ტრადიციების არაერთი მსოფლიო დონის წყალბურთელი ყავდა და სწორედ იქიდან მოდის თუნდაც ეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოვდივართ 16 კონტინენტის 16 ნაკრებს შორის და არც თუ ისე ურიგოთ, ეხლა კი უკეთესის სურვილი არის, რომ უფრო მაღალი ადგილები დავიკავოთ, თუმცა ეს კომპლექსური ის არის შედეგი წარმატებისთვის, მარტო სანაკრებო და თქვათ იქ ლეგიონერებზე დამოკიდებულები ვართ, საქართველოს ჩემპიონატი უფრო ძლიერი უნდა იყოს, რეგიონებში უნდა იყოს და ეს მარტო წყალბურთზე არ არის საუბარი, ზოგადი პრობლემაა ჩვენში, თქვათ, ნებისმიერ სახეობაში, თუნდაც ინდივიდუალური იყოს და თუნდაც გუნდური, თუმცა აღსანიშნავია ის დადებითი ტენდენციებიც, რაც ბოლო წლებში შეინიშნება არაერთი სპორტული არენა და თქვათ იქ სპორტსმენების და ვეტერანი სპორტსმენების ჩასვლა, შეხვედრა ადგილობრივ სპეციალისტებთან, ბავშვებთან, მოზარდებთან და არიან კიდე რამდენიმე სპეციალისტები, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, შეიძლება ითქვას, თბილისში და წავიდნენ რეგიონში. მე ადრეც მისაუბრია შენთან ერთად ზაზა და ცალკეც როცა მქონია ამის საშუალება და მოუტანია თემას,
არის ესეთი ძიუდო სპეციალისტი იაკობ გაზდელიანი, რომელიც თბილისიდან წავიდა ოჯახით მესტიაში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია და იქ არის ძიუდო სპეციალისტი და ძიუდოს ასე ვთქვათ უზიარებს ბავშვებს, მწვრთნელია წარმატებული და ბოლო პერიოდის ვთქვათ ადგილობრივი ბავშვების მოზარდების წარმატებები ძიუდოში სწორედ აი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ეს ადამიანია კობა გაზდელიანი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ წავიდა თბილისიდან, ხსნელია დღევანდელ ცხოვრებაში რომ მიატოვა ყველაფერი თქვა და არა რა თქმა უნდა ეს გადასახლდა ოჯახით იქ ბავშვის სკოლაში იქნება რაღაც მესტიაში რომ საქმე მესტიაში კი და საქმე ქვეყნის საქმე აკეთო ასე ვთქვათ. ხო, ну მოკლედ წყალბურთი ხო, კიდე ერთი მინდა ასევე გამოვეხმაუროთ ერთხელაც ხელბურთის თემას, სადაც ასევე ჩვენები ასპარეზობდნენ ევროპის ჩემპიონატზე, იქ ჯგუფური ეტაპი გავიარეთ და დასრულდა და უნდა აღნიშნო შენ გუშინაც საუბრობდი ცხოვრებაძის გადასარევ თამაშზე და გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა, რაც მისი მხრიდან სერიოზული განაცხადია და მისი ამ აქტიური თამაშის ფონზე ასე ვთქვათ მოსალოდნელიც იყო და საოცარი შედეგები აჩვენა ცხოვრებაძის გარკვეულ მატჩის საუკეთესო მოთამაშესაც დასახელდა და არ ვიცი შესანიშნავი შედეგებით გამოირჩეოდა. ხო, ძალიან ბევრს წერენ ცხოვრებაძეზე ევროპის ჩემპიონატის შესაბამისი ვებგვერდები და მიმოხილველები უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული. და ვთქვათ რომ 29 გოლით ხდება ევრო 2026-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლეადორი ასე ვთქვათ და ბომბარდირი. კი. კოსტასთან ერთად. ეხლა ეს ხელბურთელებისზეც ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ გუშინაც და სტარტი იყო ბრწყინვალე მიუხედავად მარცხისა კი ეს სამწუხაროდ არის ჩვენში ის რომ ღირსეული წაგება ხო არის ძალიან თუდად ხდება ვირადად მე კურსზე რომ წაგება ეხლა განსხვავება მაგრამ არის ამაში რა თქმა უნდა გარკვეულწილად ხო ნუ ის რომ სადღაც წაგებ ძალიან დიდი სხობები და სადღაც იმას რომ წაგება რა თქმა უნდა გულსატკენია ორივე მაგრამ ხორვატიის ნაკრებთან აი ესე ღირსეულად ასპარეზობა და თამაშის მანძილზე მსვლელობისას წინ ყოფნა ლიდერობა ანგარიში პატარა საქმე არ არის თუმცა შემდეგ იყო კიდევ ერთ ფავორიტთან შვედეთთან მატჩი ასევე ძალიან დაძაბული და სწორედ ამან ხა მოკლეს კამი თქვა მომზადება ფსიქოლოგიური იქნება ეს თუ ფიზიკური გადაღლა ამან უკვე მესამე ტურის მატჩშიც იმოქმედა ნიდერლანდებთან, თორემ პირველივე ტურში შევხედავდით, ვფიქრობ სხვა შედეგი შესაძლოა სხვა შედეგი დამდგარიყო და უფრო ვთქვათ წარმატება უფრო მსყოფილიყო ვთქვათ ჩვენი მიზანი რა იყო რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი ნაკრების სტატუსით მომხვედრილიყავი, თუმცა იქ ნიდერლანდები მოხვდა, ეხლა გასილებით უფრო გრძელი გზის გავლა მოგვიწევს ვთქვით გუშინ რომ მარტში უკვე პლეი-ოფის ორაუნდიანი მატჩია ორი მატჩი ისრაელთან და აი ამ ისრაელის დამარცხების შემთხვევაში უკვე გადავდივართ მომდევნო მესამე ეტაპზე კვალიფიკაცია საკმაოდ გრძელი მარათონული გზა არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე სადაც ჯერ არ გვიასპარეზია ჩვენ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს არ უთამაშია და ასე რომ იმედია ასე ვთქვათ ეს ციკლი წარმატებით იქნება დაწლეული, გაგრძელება კი. ახლა გადავიდეთ ფეხბურთზე, სადაც ჩვენ გულშემატკივრობით კიტეიშვილის კლუბს, თუმცა მისი შტურმი როტერდამშიც დამარცხდა და ფეიენორდის ბარიერი მისთვის სრულიად გადაულახავი აღმოჩნდა ამ კლუბისთვის, ანგარიშით 3-0 დამარცხდნენ და ძალიან გულდასაწყვეტია გიორგის შესაძლებლობების, გიორგის მასშტაბის ფეხბურთელისთვის, ნუ ამ ეტაპების ვერ გადალახვაც იმისთვის, რომ ევროპა ლიგაზე ოდნავ მეტი შედეგებისთვის მაინც ებრძოლათ. კი, საერთოდ ძალიან ცუდად გამოდის შეიძლება ითქვას შტურმი, 7 მატჩი, 4 ქულა, 1 მოგება, 1 ფრე.
და 5 წაგება გერგუშინდელი მატჩი არც თუ გამოკვეთილ ფავორიტ კი გასვლითი მატჩი იყო როტერდამში ფეინორდთან თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ფეინორდი აუთსაიდერთა შორის იყო მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა და ბრძოლა ივარაუდებოდა რომ ბრძოლა იქნებოდა თუმცა ასე არ მოხდა უშანსო მარცხი შტურმი ახლა 4 ქულით 31 ადგილზეა აქაც ჩემპიონთა ლიგის მსგავსად 24 გუნდს შორის არის საჭირო მოხვედრა პირველ 8 გუნდზე არ არის საუბარი აქაც იდენტურად ჩემპიონთა ლიგისა პირველი 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში მოხვდება მე-9-დან 24 ადგილებზე გასული გუნდები მე-16 ფინალიდან ცდიან ზალებს და გაერათა გაიკლიონ გზა მერვედფინალში აი ამ მე-16 ფინალშიც კი პრაქტიკულად უკვე თეორიული შანსიც აღარ აქვს ავსტრიის შტორმს 4 ქულა და თქვათ 4 ქული ჩამორჩება 24 ადგილზე მყოფ გლაზგოს სელტიქს გუშინ როგორც უკვე შენ თქვი ევროპა ლიგის მატჩები გაიმართა არაერთი შეხვედრა თუმცა ჩვენთვის რა თქმა უნდა ყველა საინტერესო გრაცული გუნდის მატჩი იყო და არ უთამაშია ასევე ახალწეულ გიზი მამაგეიშვილს კი ეგ აუცილებლად უნდა აღვნიშნოს რა თქმა უნდა გიზი მამაგეიშვილი მომავალი შეხვედრებისთვის გადაიდო. ფეხბურთის თემატიკიდან გამომდინარე ჩვენ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობდით და ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი გოლი აღვნიშნეთ რომელმაც ვერ გადაარჩინა და ფრეც ვერ მოუტანა მის გუნდს და უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ უკვე 29 იანვარს ალბათ გადამწყვეტი ბრძოლა აქვს PSG-ს ნიუკასლთან და ამასობაში ისიც აღნიშნოთ რომ თლად ისე მარტო კაცი არ არის საფრანგეთის ლიგაში დღეისთვის PSG 42 ქულით მეორე ადგილზეა და პირველობას ამ დროისთვის ლანსი ინარჩუნებს რომელსაც 25 იანვარს აქვს აგერ ორ დღეში გასვლითი მატჩი და მარსელთან ამ შეხვედრაში ალბათ იმედი უნდა დავიტოვოთ რომ ქულებს დაკარგავენ და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ PSG-ს მწვრთნელს თავსატეხი აქვს ერთგვარი ძალიან ბევრი არის ტრამვირებული ეგერ ჰაკიბიც ჩამოვიდა ახლა აფრიკის თასიდან მაგრამ როგორც იტყობინებიან ვარჯიშები მოუწევს და ვერ გავა და საუბარია იმაზე რომ ალბათ ხვიჩას თავიდანვე თავის შემადგენლობაში დატოვებს და ერთბაშად უწევს ძალების დაზოგვაც და საერთოდ ისე რომ მატჩიც არ წააგოს და უპირატესობაც მოიპოვონ ხო? საერთოდ დღევანდელ დღეს რო უყურებთ ამ სეზონს ისეთი ასე ვთქვათ დომინანტი პარი სენ-ჟერმენი აღარ არის როგორც წინა სეზონში იყო ეს გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ბუნებრივიც არის კი ბევრი ფეხბურთელი ყავს გზელი სკამი აქვს ლუის ენრიკეს თუმცა ამასობაში აგერ ფაბიან რუის ისევ ეს მარცხენა მუხლის ტრამვა აქვს იქით რამდენი ფეხბურთელი გზელი სკამი აქვს მაგრამ გარკვეულწილად მაინც ერთ შემადგენლობაზე გადადის მთელი დატვირთვა აპონოვის და კინგლიც ისევ იქ არიან ლაზარეთში და რა თქმა უნდა ხო და დღეს იწყება საფრანგეთში რიგით მე-19 ტური და სწორედ პარი სენ-ჟერმენი ითამაშებს ოსერთან გასვლით შეხვედრაში თუ წინა სეზონში ვთვლიდით რომ ოსერთან და სხვა პრინციპში ნებისმიერ გუნდებთან იოლი გასეირნება ელოდა ამჯერად ასე არ არის ყველა მატჩი როგორც ხედავთ უწევს ძალების მობილიზება ეს კარგიც არის მეორეს მხრივ ალბათ ფეხბურთელებისთვისაც და ნუ საფრანგეთის ლიგისთვის რო კარგია ეს გასაგებია მაგრამ თვითონ ფეხბურთელებიც არ მოდუნდებიან ისე რა ხო რა თქმა უნდა ეხა ოსერი აუთსაიდერია ბოლო ადგილზეა ხო მეცთან ბოლო ადგილს ინაწილებს და რა თქმა უნდა PSG ფავორიტია PSG-ს უკვე ქულების დაკარგვა ნამდვილად ურთულესი იქნება შემდეგ განაზღაურება როგორც შენ თქვი ლანსი 53 ქულით პირველ ადგილზეა ეს არის ბოლო წლების უიშვიათესი შემთხვევა როდესაც PSG პირველ ადგილზე არ არის თუმცა ვთვლით რომ ეს მაინც დროებითია ნუ გასაგებია ხვიჩა კვარაცხელი აღნიშნე და აქვე ისიც ვთქვათ რომ როცა ხვიჩა ნაპოლიდან წამოვიდა ნუ ეს თელი ამბავი იყო და ცალკე თემაა შემდეგ უკვე შეიძინეს ფეხბურთელი ლანგი რომელსაც უწოდეს ნეაპოლში ახალი კვარა კი ხო და ნუა ლანგი რომელიც აბსოლუტურად ხამოლოდინით მივიდა ნაპოლიში როგორც ჩანს ვერ ამართლებს მწვრთნელის
ხედვებს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ კვარად შერაცხული, რომ მას ვერ მოახერხა და კვარაობა ვერ განაგრძო, ნაპოლის შემტევი გალათასარაიში გადადის იჯარით, ისე რომ თუ რაღაცა 30 მილიონადაც გამოისყიდიან მერე. ის საერთოდ უნდა აღნიშნოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იქნება ეს ნაპოლიში თუ თუნდაც შემდეგ პარი სენ-ჟერმენში ერთ-ერთი უიშვიათესი ფეხბურთელია ბოლო წლებში, რომელიც ახალ კლუბში უმალვე ახერხებს ადაპტაციას და ხდება არა მარტო ვთქვათ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ერთ-ერთი ლიდერი და ცენტრალური ფიგურა გუნდში, ასე იყო ნაპოლიში, ასე არის პარი სენ-ჟერმენში გადასვლის დღიდანვე. ეს მეტყველებს რაზე რომ რა თქმა უნდა უმაღლეს კლასზე და თქვა თვითონ იმ არსებულ ფიზიკურ მონაცემებზე რაც ხვიჩას აქვს თვალი არ ეცეს როგორც იცი ხოლმე ეს ბოლო წლებია რაც ხვიჩა კვარაცხელია უკვე ლიდერია როგორც PSG-ში მანამდე ნაპოლიში თითქმის ყველა მატჩში ველით რომ განამარტო იმიტომ რომ თქვა რა პირველ რიგში რა თქმა უნდა რომ ჩვენიანია და ქართველი ფეხბურთელის გამოჩენა გვახსოვს ხო ნაპოლიში პირველი ეტაპი კვირადღეს მოიხსენიებდნენ და მთელი საქართველოს ელოდებოდა კვარაცხელიას თამაშს და გულშემატკივრობდა ნაპოლის. ეხლა სასია პარი სენ-ჟერმენში თუ უკვე გაგვანებივრა ისე რომ ხვიჩას თქვა 3-4 თამაში რო გოლს ვერ გაიტანს ჩავარდა რა თქმა უნდა და ну, მოკლედ PSV-დან ნაპოლიში გადასული ფეხბურთელი გალათასარაიში მიდის, ისე რომ ნოა ოლანგი დარჩა მხოლოდ კვარას შემცველ ჰიპოთეტურ ვარიანტად და რეალობად ეს ვერ აქცია. ჩვენ ალბათ კიდევ აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ფეხბურთის თემით განვაგრძოთ საუბარი. დღეს კახა არის ზაურ სვანაძის დაბადების დღე. 1958 წლის 23 იანვარს დაიბადა ეს ადამიანი, რომელმაც საბჭოთა ფეხბურთიც გამოიარა და ქუთაისის ტორპედოდან დაწყებული, შემდეგ უკვე თბილისის დინამო და შვედური საფეხბურთო კლუბებიც კი იყო მისი სათამაშო სივრცეები, ადამიანი, რომელიც მერე უკვე, არ ვიცი, ღირსების ოდენითაც დაჯილდოვდა და რაინდის წოდებაც მიენიჭა, ეს მაშინ, როდესაც 30 წლის იუბილე იყო, თუ არ ვცდები, 1991 წელს დინამოს თბილისის დინამოს გამარჯვების იმ ისტორიული გამარჯვების აღნიშვნისას და ამ ადამიანს დიდი წვლილი აქვს შეტანილი, თავისი კვალი აქვს დატოვებული და ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მით უმეტეს იმ პერიოდის ქუთაისის ტორპედოსთვის ალბათ ის განსაკუთრებული საგანძური იყო ეს ადამიანი. ქუთაისის ტორპედოდან და ქუთაისური ფეხბურთიდან იმ პერიოდში შენ 70-იან 80-იან წლებს გულისხმობთ კი ქუთაისიდან თბილისის დინამოში მოდიოდა უდიდესი შევსება ყოველთვის, თუმცა ეს პერიოდი გაბელია, სულაქველიძე, შენგელია, საურ სვანაძე აღარ მახსენდება კიდე ფაქტობრივად ყველა ქუთაისის ტორპედოდან იყო მოხვედრილი. ქუთაისის საფეხბურთო სკოლა იყო ერთ-ერთი უდიდესი არა მარტო საქართველოში საბჭოური მასშტაბით ქართული ფეხბურთის პატრიარქი ასე ეწოდებდნენ კარლო ხურციძეს, სწორედ მისი შეგირდი იყო რამა შენგელია და მთელი პლეიადა, რომელიც მან აღზარდა და საერთოდ ქუთაისურ ფეხბურთში მახსოვს გადმოცემით ახლა რა თქმა უნდა, როდესაც მანუჩარ მაჩაიძე წავიდა თბილისის დინამოდან 7 ნომერზე იყო ყოველთვის იყო მაშინ განსაკუთრებით 7 ნომერი იყო რაღაც ისეთი მანუჩარ მაჩაიძე კაპიტანი ლეგენდა ქართული ფეხბურთისა და 7 ნომრიანი მაისური ერგო ზაურ სვანაძეს 7 ნომრიანი მაისური თამაშობდა ის ტრიუმფი 1991 წლის და ის წლები მაჩაიძე გასავად სვანაძე იყო თბილისის დინამოს უსულელი ძირითადი ფეხბურთელი და რა თქმა უნდა ყველა ასეთი დიდი წარმატების შემოქმედი სხვადასხვა ახსენეთ თბილისის დინამო და ცოტა აკეთა 2000-იანი წლების დასაწყისი, აი ზეგ 25 იანვარს გახდება 22 წელი, როდესაც ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბოლო საერთაშორისო წარმატება ჰქონდა, ეს იყო რა თქმა უნდა იმ 1991 წლის ტრიუმფს ვერც მიედრება, თუმცა საერთაშორისო გამარჯვება იყო, ეს იყო თანამეგობრობის თასი, თბილისის დინამო მივო შუშაკის დაუსნობით მოიპოვა ეს მაშინ ვიყურებდით ახლა გადაიცემოდა კი საერთაშორისო იყო პოსტსაბჭოური ქვეყნების
ჩემპიონები თამაშობდნენ და გარკვეული ეს იყო, ეხაც არის სხვათა შორის ეს, რომ თქვათ, კი, პოლიტიკური შეხედულებები, რა თქმა უნდა, მაგრამ აი თქვათ ამიერკავკასიის მასშტაბით, რომ თქვათ, გარკვეული საერთო ლიგის შექმნა მოხდეს, თქვათ, იქ მე ძალიან მომხრე ვარ ამის, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობას მოგცემდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ისო პოლიტიკური პრობლემები აფერხებს პროცესს. გეცახმები, მაგრამ არის, აი თქვათ, კავკასიის ლიგა რო შეიქმნას, აი მე დარწმუნებული ვარ პირობითად კავკასიის ლიგის შემთხვევაში, თან სამივე ქვეყანას თავისი საფეხბურთო ლიგა კონდეს და ერთიანი კავკასიის ლიგა იყოს. სიტყვაზე 4-4 კლუბი რო იყოს წარმოდგენილი, 12 კლუბი. მოიზიდავს მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრციდან იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც მაღალი პოტენციალი აქვს და ეს ცალსახად ჩემი აზრით იქცევა იმ აკადემიად, საიდანაც არაერთი შემდეგ ევროპულ ფეხბურთში წავა და ხო, მაგრამ ეს განუხორციელებლად მოსჩანს ამ ეტაპზე, თუმცა იქ ხა როგორც წარმოგვიდგენია, ხო თქვათ, სიტყვაზე ერევანში თამაშობს აზერბაიჯანულმა კლუბმა, ხო თქვათ, ან ბაქოში. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დღეს ისეთი პროცესებია, რომ ყველაფერია მოსალოდნელი და ამას დროებით. ყველაფერია მოსალოდნელი, ხო, რა იქნება? არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ არის ეხა რეალობა ისეთი, რომელიც ასე თქვათ ნუ ეს მოცემულობა ასეთია. საშუალებას ვთქვათ. მოკლედ ზაურ სვანაძე 1958 წლის 23 იანვარს დაიბადა და დღეს იუბილეა და საფეხბურთო შესანიშნავი კარიერის შემდეგ მას სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. მოკლედ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ იმ თაობის საფეხბურთო შედეგები, რაც თბილისის დინამოს ჰქონდა 80-იანი, 70-იანი წლების თბილისის დინამოს, იმედი გვაქვს, რომ იმ ისტორია არ დარჩება, რომელსაც წარსულში შევხედავთ, არამედ მისი განმეორების მოლოდინი გვექნება, ეს იქნება თანამედროვე თბილისის დინამო თუ ქუთაისის ტორპედო თუ სხვა შეიძლება ჯერ არც არსებული ქართული საფეხბურთო კლუბი. გუშინ შენ ყარაბაღზე ისეთი გულდაწყვეტით საუბრობდი, რომ ნამდვილად ჩვენი ისტორიის და შესაძლებლობების ფონზე ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ქართული საფეხბურთო კლუბი საკვალიფიკაციო ეტაპებზე მაინც უნდა გადადიოდეს. ერთი კვალიფიკაცია. მე მგონი ყველაზე მაქსიმუმი, რაც თუ სწორად მახსოვს, იყო UEFA-ზე საკვალიფიკაციო ლოკომოტივზე იყო ეს მატჩი. ანუ ბილბაოს ატლეტიკთან ჰქონდა, მურთას ხურციელოვა იყო მაშინ თბილისის დინამოსწრელი, ბილბაოს ატლეტიკში ესპანეთის ნაკრების არაერთი ფეხბურთელი. ვაკეში იყო მატჩი, ხო სწორად მახსოვს. იგივე იულien გერერო და ისმაილ ურსაისი გონდა ფანაბა ბრძოლაში მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის ხალობით მოიგო ატლეტიკმა და გავიდა მომდენო ეტაპზე. აი ეს იყო ყველაზე ახლოს. მაიმამდე ლინფილდთან მანამდე პირველი ჩართვა ეს არ არის მაგაზე საუბარი, ის ლინფილდი გაიარეს იოლად და შემდეგ კოპენჰაგენთან იყო კოპენჰაგენთან 3-0 წააგო. 3-0 მოუგო ლინფილდმა კოპენჰაგენს, თუმცა შემდეგ კოპენჰაგენმა 4-0 დამატებით დროში შემოუტრიალა, მაგრამ აი კოპენჰაგენს ჩვენი ის დინამო ყუდით თქოს ასრულებდა. ასეთი იყო. ზაურ სვანაძე ვახსენე, ზადა და 2 დღეში არის 3 დღეში უბრალოდ კიდევ ერთი ქუთაისელი ლეგენდარული ფეხბურთელის მერაბ მეგრელაძის დაბადების დღე, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა. ლანჩხუთის გურიას ქუთაისის ტორპედოს ბომბარდირი საკავშირო ჩემპიონატის უცვლელი ბომბარდირი, რამის ყოველ წელს ბომბარდირებს შორის იყო და ასეთი უნიკალური ფეხბურთელი. ამასობაში ჩვენი საეთერო დროს დასრულდა. მადლობა დიალოგისთვის, მოგვიანებით კახა სპორტის სიახლეებით, მე კი აბსოლუტურად სხვადასხვა თემებით დაგვრუნდები. მოგესალმებით.